კლიანად აღებას. არ ახალდა ბომბებს იწვიან იმ ადგილებში, სადაც დასახლებულია მოსახლეობა, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს, გადაცვლილია უამრავი ადამიანი, ბავშვი და დიდი, მოზარდი და პატარა. მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ ისინი დღესაც საღამოს აპირებენ ღაზა სექტორის მთლიანად აღებას, იმ მოტივით, რომ ჰამასი, რომელიც არის ებრაელი პალესტინელი ხალხის მიერ არჩეული სუვერენული პარტია, ისინი აცხადებენ, რომ ჰამასი ელსვრის რაკეტებს ისრაელის სახელმწიფოს, რომელსაც სრული აბსურდი, როგორც შეიძლება 5 წლის ბავშვმა დაუშაოს 30 წლის სრულ ადამიანს რამე, ისრაელთან ძალიან კარგი თავდაცვის სისტემა და ჰამასის მიერ ნაცვლად რაკეტები არაფერს არ უზავს, არ აზრობს. ეს კარგად იცის, უბრალოდ ბენიამინ ნეთანიაჰუს უპასუხისმგებლო პოლიტიკის შედეგია, რომ დღეს ღაზაში ხალხი ხვდება. მოუწოდეთ გაეროს და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას პალესტინა ცნობს თავის საზღვრებში, რომელიც დადგენილია გაეროს 1947 წლის რეზოლუციით და არა იმ საზღვრებში, რომელსაც თავაზობს და შეთითქმულია მას შემდეგ იომ კიპურის და 79 წლის ომის შემდეგ. მოუწოდეთ ისრაელის სახელმწიფოს შეწყვიტოს უკანონოდ დაბომბვა მშვიდობიანი მოსახლეობის. Shad, Yurid, Iskatanizat, Shad, Yurid, Iskatanizat, Shad, Yurid, Iskatanizat, Shad. Ekvaratas kandidats არის არაბული გადასახადის კავშირდა და ახლა ნიშნავს რომ ეს ჩვენ დღეს გვინდა სისტემა დაიყო. Shad, Yurid, Iskatanizat არაბულად თარგმანი ესე კი. სისტემა რომელიც დაავადობს ადამიანს. ჩვენი მოთხოვნა რომ შეწყვიტოს ისრაელის სახელმწიფოს დაბომბვა მშვიდობიანი მოსახლეობის, შეწყვიტოს დაბომბვა ისეთი ადგილების, სადაც დასახლებული ადამიანები, ჩვეულებრივი მოსახლეობა და რომელსაც ისრაელის სახელმწიფო აცხადებს, რომ ეს არის სამხედრო ობიექტი და თურმე ხელავის ცენტრი. ხო, ერთჯერადი აქცია, ფეხბურთის და ეს არის. არ არის მადლობა.